73 წლის ვალიკო ღირსიაშვილს ძმაკაცის ცოლი გულში ისე ძლიერ ჩაუვარდა, რომ ვეღარ მოითმინა და 70 წლის ანა მოიტაცა. დღეს წყვილს ერთად თანაცხოვრების 5 წელი შეუსრულდა. წლების შემდეგ ვალიკოს გრძნობა არ განელებია. მართალია ანას დღემდე გარდაცვლილი მეუღლე უყვარს, მაგრამ ვალიკოს მისი არ სჯერა. სკოლიდან მოდიოდა, მე წინ მივდიოდი, ეს კიდე უკან მამდევდა და იქ შავჩერდი მოუცადი. და მეუსამძიმრე და რო არ დაგიმალო ლოყაზე ვაკოცე. მე წერესებოდა რა, კარგი რო იყო, მე რაღაც პა მე. კარგი ჭი. ე ვაკოცე, მაშინ გულში ვთქვი რომ ეს რო შინა მივიყვანო მოვკვდები მეთქი. და ავყეცმე მე, შვიდი თვე დავდევდი. და იმ შვიდი თვე გამრომაში დილა ჩემპიონი იყო, საღამო ჩემპიონი იყო, უარზე არ მამდევდა. ატკაზე იყო. და მე მეგეწონება და შეჭირო გინდა. სახელმწიფო გინდა. ეს არის ეკვარული. მოსამსახურე უნდა და ოჯახში მოვლა უნდა და კაც მაინც ხო იცი, იმიტომ მოიწადინა. მე ის კლიმიჩევნი ამას ცოცხა. ამ 6 წლის განმავლობაში არ შეყვარებიათ? არა. რო არ უყვარდა იქნებოდა. ეკამ ჯაგა იქცეოდა. მაი ხა იქ უბრალოდ გებუნება. მანამდე ქაოს 7 თვესდია. პირველად მოტაცება არ გამოუვიდა და სახლში მიყვანილი 70 წლის ანა ბენახებში გაიქცა. ერთ საღამოც იყო დაუხვდი მაღაზია, ეგრე ჩამოვუხვდი ხელმოც. მაშინ სხვანაირი ვაგონი ედგა იქ. და იმა ვიყავ ზურლა გამაერავ დაცახელი თორე ჩაკვირა მეუთხე გაჩუქე მოკლა მეთქი ცოლად მინდიხარო და უარს ვეუბნებოდი და მე დანა დამადო გულზეს გემექ წახედა მე აი კარებს ავსხილი დაკეტილი მქონდა ხოლმე პლიტე მე და სხილი გასაი რომ გემექ ხელა და ბენახებს გემექს გავანებე ხელა დევნა ყვა უწევდი ღამე მეორედ მოტაცების მცდელობისას კი წყვილი გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე დაიბარეს. ახლა რომ ოჯახი აქვს ვალიკო ღირსიაშვილი, სწორედ პოლიციას უმადლის. სამართალდამცავმა იგი არათუ დასაჯეს, ქალის შერთვაში ხელი შეუწყეს. პოლიციის უფროსმა დალოცა. პოლიციელები კი სახლში სუფრაზე ეწვივნენ და იქ ადრე გრძელეს. მილიცია რომ დამიყვანა, იმ უფროსმა უთხრა, გაიწადი როგორც მაიყვანე, ირში მივიყვანო. მაიყვანე სახლის კარებზე. მე მილიცია მოიპატიე ერთი კერამ უნდა დავულიათ. და მემჩუდოვე დაგულო ჩერამე და 78 წლის ვალიკო პაპა დღეს ამაყია რომ გარდაცვლილი მეუღლის ანდერძია ასრულა და ცოლად მისი რჩეული ქალი შეირთო. 75 წლის ანას კი სურს რომ თელმა სოფელმა გაიგოს რომ მას 70 წლის ასაკში გათხოვება არ უნდოდა და იგი იძულებული გახდა რომ მოტაცების გამო ვალიკოსთან დარჩენილიყო.